გადმოინაცვლეთ ჩვენკენ შემოგვიერთდით. მოგესალმებით დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. მადლობა რომ ჰარმონია არის დღეს ჩვენთან ერთად. მადლობა რისთვის. მადლობა რომ ესე ჰარმონიულად გვაწყებინებთ დილას. გუნდურ ჰარმონიას ნამდვილად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მისი წევრები აქვე უთხრათ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ არიან დავით და მერაბ მაისურაძეები, ბეკა ჯავახიშვილი და არჩილ გელეშვილი. ჰარმონია შეიძლება ითქვას, რომ აქტიურ შემოქმედებით პროცესშია, ბიჭები ანახლებენ რეპერტუარს და ეტაპობრივად ყოველთვის საყვარელი ქალაქური კომპოზიციების ახლებურ ვერსიებს შემოგთავაზებენ გზადაგზა და ასევე იგეგმება მათი ტურნე მთელი საქართველოს მასშტაბით. თანამშრომლობენ კომპოზიტორებთან და მუშაობენ ახალ სიმღერებზეც. ერთი სიტყვით მოსაყოლი ნამდვილად ბევრი დაუგროვდათ და ამიტომ არჩილი და მერაბი უფრო მეც მოგვიყვებიან ამ სიახლეების ირგვლივ და აქვე დავაანონსოთ ისიც, რომ წინ კიდევ ერთი სიმღერა ელოდება მაყურებელს, რომელსაც სულ მალე შევთავაზებთ. მოგესალმებით ბიჭებო, მოკლედ ესე შემოქმედებით წვაში ხართ. შეიძლება ითქვას იმდენი სიახლეა ყველაფერი, რაც ძალიან კარგია, მით უმეტეს ბოლო პერიოდში ხო არ ვიცი, ჩემი მაყურებლის განსაკუთრებული დამოკიდებულებები გაჩნდა ეს კვარტეტების ანსამბლების მისამართით და რაღაცნაირად მგონია რომ ეტაპობრივად და ნელ-ნელა სულ უფრო ფასდება ის საქმე, რასაც თქვენ ამდენ წელია ემსახურებით. მოდი გითხარით, რა ხდება თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში, რა სიახლეებია და რას გეტყვით? არჩილ გისმენ დაიწყებს საჩი. ჯერ რეპერტუართან დაკავშირებით. ჯერ პირველ რიგში უდიდესი მადლობა მოწვევისთვის და დაფასებისთვის და ზოგადად ამ თემის და კვარტეტების და ქართული ასე ვთქვათ, ქალაქური და საესტრადო სიმღერის პოპულარიზაციისთვის უშუალოდ თქვენს და რუსთავი ორს ჩვენი სახელით. მადლობა. რაც შეეხება ჩვენ რას ვაკეთებ და რას ვაქმნიაობთ ამჟამად. მოკლედ ვცდილობთ რომ გავამრავალფეროვნო ჩვენი რეპერტუარი, ვცდილობთ რომ უკვე არსებული და მსმენელისთვის საყვარელი სიმღერების რაღაც ჩვენეული ვერსიები შევქმნათ და ეგრევე ვთქვათ, რაღაცნაირად თვითმყოფად კვარტეტად ვიქცეთ. იმიტომ რომ მოგესალმებათ, მსმენელიც ვითარდება, ყურიც იცვლება ცოტა მსმენელის და რაღაც ახლებულ ინტერპრეტაციებს საჭიროებს ბაზარიც ესე უხეშად რო ვთქვათ მსმენელიც რა. კი ბატონო, აი ახალი ინტერპრეტაციის გაჩენამდე რა არის ხოლმე ეს თქვენი მთავარი მისია, მთავარი ამოცანა, რომ აი რა ტიპის სიახლე გინდათ შეიტანოთ კონკრეტულ კომპოზიციაში. აი რა არის ხოლმე თქვენი მოთხოვნა დაუშვათ, აი თუნდაც არანჟირების გაკეთების პროცესში და ასე შემდეგ. უპირველეს ყოვლისა, რომ ჩვენ ჩანდეთ რა, ეგ არის ყველაზე მთავარი, რომ თითოეული შემსრულებელი იქნება სოლისტი თუ რამე შემადგენლობა ტრიო კვარტეტი სულ ერთია, თავიანთ ხელწერა უნდა ქონდე და თვითონ უნდა ჩანდნენ იმ ნაწარმოებში, რაც ასრულებენ. და ეგ ხასიათი, ეგ თვითყოფადობა, ასე ვთქვათ, უნდა გამოიხატებოდეს და ეგ არის ძალიან დიდი შრომის ნაყოფი, ასე ვთქვათ, უკვე უშუალოდ ვინც არანჟირებას აკეთებს, ვინც ვერსიას გვთავაზობს, მე ჩვენს ეს ერთობლივი მუშაობით მიიღწევა ეგ ყველაფერი და რაღაცა შრომის საფუძველზე დიდი შრომის. ბატონო და რაც თავარია გემოვნებიანი პროდუქტი მივიღოთ, მაგას გავუსვამ, ხაზაც ყველაზე რთულია, იმიტომ რომ სიყვარული ძალიან დიდი საზოგადოების და მაყურებლის მხრიდან ქალაქური სიმღერების მისამართით. წეგან თქვენ ახსენეთ ბოლო დროს ქართულ სივრცეში კვარტეტებმა, ტრიოებმა, ჯგუფებმა თავიჩინეს ძალიან კარგია და შეიქმნა ასე ვთქვათ ჯანსაღი კონკურენცია რა. მე მივესალმები მაგას, იმიტომ რომ აი, როდესაც ახალი პროდუქტი იქმნება, ასე ვთქვათ, მოტივი უნდა იყოს ყველას ის, რომ აი ერთმანეთს კარგი გაგებით შევეჯიბროთ და აი ესე მივახცევთ უფრო შედეგს და უფრო რაღაც ისეთი კარგი და ხარისხიანი პროდუქტი შეიქმნება რა, რაც თავისთავად კვარტეტისთვისაც კარგია და ზოგადად ანუ საერთო საქმისთვისაც კარგი იქნება. კი ბატონო, როდესაც ინტერესი და მოთხოვნა არსებობს, შემდეგ რაღაც მოტივაცია, სტიმული ათმაგდება, შეიძლება თავმად ითქვას და ეს ტენდენცია ბოლო დროს ნამდვილად შეინიშნება. ტურნე ვახსენეთ ასევე საქართველოს მასშტაბით, გეგმავთ ტურნეს. გითხარით, საიდან დაიწყებთ, ვის ექნება თქვენი მოსმენის სიამოვნება? იდეის დონეზე გვაქვს, რა თქმა უნდა და რაღაც ეტაპები გავლილი გვაქვს და ნუ რა ვიცი, ალბათ უფრო კახეთიდან ვაპირებთ დაწყებას, ნუ რამოდენიმე ქალაქი გვაქვს და შევხედოთ რომ რაღაც პროცედურებია გასავლელი ადგილობრივ თვითმმართველობასთან შესაძლებელი ბევრი დეტალი და ნუ ხარდაჭერის იმედიც გვაქვს თვითონ კონკრეტული პიროვნებების და ვნახოთ საბოლოო ჯამში რა გამოვა ესე წინასწარ დეტალებს შევინახავთ. ეს ის ინიციატივა, სადაც მხარდაჭერაც აუცილებლად დაგეწევა. პოპულარიზაცია ჭირდება, უშუალოდ ამ პოპულარიზაციას ვუკეთებთ
აი ჩვენ რეპერტუარს მინდა გავუკეთოთ პოპულარიზაცია და ზოგადად ამ მიმართულებას პოპულარიზაცია არ აკლია, მაგრამ ჩვენ მინდა მიმართულებით ვკითხვა მინდა რეპერტუარი და ახლებური ვერსიები, რაც შეიძლება ითქვას, რომ თქვენი მთავარი ჩანაფიქრია ახლა, აი რა არის ის მთავარი ნიშა, ძალიან მოკლედ, რაც გამოარჩევს თქვენს რეპერტუარს. იცით როგორ არის დღევანდელ დღეს, ანუ კი ჩვენმა წინამორბედმა ანსამბლემმა ძალიან ბევრი გააკეთეს, ეგან ახსენეთ თქვენ ეგრეთ წოდებული ბაზარი შექმნეს და მომდენო თაობებს ასე ვთქვათ მოგცეს იმის საშუალება, რომ კარგი პროდუქტი შექმნა და გავიტანოთ ეს რა და ჩვენი ნიშაც ის არის, რომ აი მაქსიმალურად ანუ კარგი პროდუქტი მივიღოთ, გავიტანოთ და აი უშუალოდ ჩვენი რეპერტუარი გავასწროთ მაყურებელს და შევაყვაროთ რა. იმიტომ რომ კვარტეტი, რომელსაც თავის რეპერტუარი არ აქვს, კი კვარტეტი შეიძლება იდეალურად ღეროდეს, კარგი ხმებით და ასე შემდეგ, მაგრამ კონკრეტულად შენ თუ არ გაქვს რაღაც აი კონკრეტულ ზღვარზე იქით ვეღარ იცი რა, ამ ნიშას კი ბატონო. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე უკეთ თქვენი სიმღერა იტყვის, ჩვენ უნდა